მაღაზიაში შევხვდა ესეთი ახალი ბორჯომის ლიმონადები და ეხლა გავსინჯოთ და შევადაროთ ერთმანეთს რომელი ჯობია, რატო ჯობია და საერთოდ გემრიელი არის ეს ლიმონადები. გვაქვს 4 ვარიანტი: ლიმონი, მანდარინი, ტარხუნა და მსხალი. აი ყველა საინტერესო არის მანდარინი რეალურად რა. პირველი წყვილი. ტარხუნა, მსხალი. მე მსხლის ლიმონადი საერთოდ არ მიყვარს, სიმართლე რომ გითხრათ. რატო? გემრიელი. არ მიყვარს და მომგალი. სამი, 2, 1. მსხალი. მე ამ მსხალი საერთოდ არ მიყვარს, მაგრამ მსხალი მირჩევნია ამ ტარხუნას, ანუ რაღაცა ფერიც კი არ აქვს ამ ტარხუნას. ძაფრად არ იგზნობა ტარხუნის გო, მაგრამ ჩემთვის ყველაზე უცნაური რა არის, იცი? ანუ ცუდი ლიმონადები არ არის მართლა, მაგრამ ანუ გაზი რატო არ აქვს? ბორჯომის ლიმონადი, გაზი კი არა, რა ვიცი, და ფეთქდებოდეს. ბალონი უნდა ქონდეს შიგნით, რომ გახსნი უნდა ფეთქდებოდეს მთლიანად და გაზი არ აქვს. შემდეგი წყვილი, ლიმონი, მანდარინი. ოღონდ ეს ჩვეული მანდარინი არ არის, ეს არის აჭარული მანდარინი. აი რაღაცნაირი გიმოაქვს, აი ვერ მომეწონა. მე რომ მკითხო, აი ეს ლიმინის ლიმონადი არის საუკეთესო ლიმინის ლიმონადი, რაც გამისინჯავს მართლა. მოკლედ, ჯეირანით უნდა გადავწყვიტოთ რომელი ჯობია. არა, უშუალოდ. 3, 2, 1. 2 რანა ჯეირანია ეს ქრისტი მოვიგე. აი იცი. მაკრატელი გავაკეთე და მოვიგე რა გინდა. და ერთი წამი რანაირი არისო და ეგრე არის. შემდეგ ტურში გადავიდა ლიმონი. ლეგენდარული ფინალი ქრისტინე. ლიმონი და მსხალი. სანამ გამარჯვებულს გამოვავლენთ, მანამ დაწერეთ კომენტარებში. მოგწონთ საერთოდ ეს ახალი ბორჯომის ლიმონადები თუ არ მოგწონთ? 3, 2, 1. მსხალი. მე მსხალი მერჩევი. უდაოდ მსხალი. აი ამ 4-დან მსხალი არის ყველაზე გემრიელი არის მსხალი.